ტომაჰავკების ციებ-ცხელება, პუტინის და ტრამპის რეაქციები, ასევე სიტუაცია ჩეხეთში, სადაც ევროსკეპტიკოსმა ბაბიშმა გაიმარჯვა, პარალელურად რუსეთის საჰაერო ზეწოლას აძლიერებს უკრაინაზე და რა თქმა უნდა, რა ხდება ფრონტზე. გამარჯვება, დღეს 7 ოქტომბერია 2025 წელი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1321 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯერის ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში და ზემოთ ჩამოთვლილ თემებს და არა მხოლოდ ამ თემებს შევეხებით დღევანდელ ეპიზოდში. დავიწყებთ ტრადიციულად მადლობით, მადლობა ყველა გამომწერს, ყველას ვინც უყურებს ვიდეოებს, ალაიქებს მას, აზიარებს თავის სოციალურ ქსელებში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციას ეწევათ, თუნდაც მცირედით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თანხის შეგროვება ემსახურება ხმის ხარისხის გაუმჯობესებას. თქვენ ვისაც გაქვთ სურვილი დონაციის აღწერაში არის ანგარიშის ნომერი, ნებისმიერი თანხის დონაცია მისასალმებელია და წინასწარ მადლობა. თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა ის დროა გამოიწეროთ, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში ეს ვიდეო და იაქტიუროთ კომენტარებში. დავიწყოთ ტომაჰავკების ციებ-ცხელებით, უკვე ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ პრაქტიკულად მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ტომაჰავკებს უკრაინას გადასცემს, თუმცა უნდა დავსვა რამდენიმე კითხვა, როგორ და რაში გამოიყენებენ ამ ტომაჰავკებს, ასე გამოეხმაურა ტრამპი ჟურნალისტის კითხვას, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩვენ ვიხილეთ პუტინის არათანმიმდევრული განცხადებები და პუტინი იშვიათად არის თავის განცხადებებში არათანმიმდევრული და ტომაჰავკები სწორედ იყო ის, სადაც ძალიან არათანმიმდევრული იყო თავიდან, როდესაც ბუნდოვანი იყო ტომაჰავკების საკითხი და პრაქტიკულად არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობდა. პუტინი ამბობდა, როგორც მთელი რუსული პროპაგანდა, რომ ტომაჰავკები რომც გადაცენ უკრაინას, ეს არსებითად არაფერს არ შეცვლის. ძალიან დიდხანს ამ ვერსიას აწვევებდნენ, ასე ვთქვათ. თუმცა ახლა, როდესაც რეალური გახდა ტომაჰავკების უკრაინისთვის გადაცემა და ერთ-ერთ წინა ეპიზოდში ალბათ გახსოვს გამოვთქვი ვარაუდი, რომ შესაძლოა უკვე ტომაჰავკები გადაცემულია კიდევაც უკრაინისთვის. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ დონეზე აშკარად მიღებული არის გადაწყვეტილება და მათ შორის ტრამპის განცხადებებიდანაც ახლა ჩანს ის, რომ რაღაცა ტექნიკური დეტალებია გასარკვევი, რა ფორმით გამოიყენებენ, აქ საუბარია გამშვებებზე, ანუ როგორ უნდა მოხდეს ამ ფთოსანი რაკეტების გამოყენება. და ეს რომ ასე რეალური გახდა, პუტინი უკვე ღიად ემუქრება ტრამპს, რომ თუ კი ამერიკა გადასცემს უკრაინას ტომაჰავკებს, მაშინ რუსეთ-ამერიკის დადებითი დინამიკა შეიცვლება და ეს ურთიერთობები ისევ ჩიხში შევა. ჩვენ კი გვახსოვს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ტრამპისთვის პუტინთან ეს რაღაცა ურთიერთობები. ჩვენ გვახსოვს, რომ ტრამპი ამბობდა, რომ მას კარგი ურთიერთობები აქვს პუტინთან, თუმცა მე ეს რიტორიკა შეიცვალა, თქვა, რომ იმედგაცრუებულია პუტინი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ იმედგაცრუებულია პუტინით, მას ამ დრომდე ცალკე ამერიკული სანქცია რუსეთისთვის არ დაუწესებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ტრამპი ამბობდა, რომ აი თუ ამ ვადაში არ შეჩერდება ომი, მე ამას და ამას ვიზამ, მე ახალი დედლაინები იყო, თუ კი ზავი არ დაიდება, მაშინ ამას ვიზამ, თუმცა არაფერი მსგავსი არ გვინახავს. პირიქით ტრამპმა მისი, ასე ვთქვათ, ქმედებებით ალესკას სამით რომ გავიხსენოთ პუტინს მისცა საშუალება საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსულიყო. შესაბამისად, ახლა პუტინი ემუქრება ტრამპს, რომ აი ეს რაღაც დალაგებული ურთიერთობები ამერიკას და რუსეთს შორის შეიცვლება, თუ კი ტრამპი მაინც მიცემს ტომაჰავკებს უკრაინას და როგორც ჩანს, მართლაც ეშინიათ რუსებს ტომაჰავკების, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ეფექტურად იყენებენ უკრაინელები როგორც საკუთარი დრონების წარმოებას, ასევე როგორც თვითონ ამბობენ საკუთარ შორსროლელ ბალისტიკურ თუ ბალისტიკურ არაფრთოსან რაკეტებს, როგორც თვითონ უკრაინელები ამბობენ. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, რუსეთი ასე ვთქვათ, აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე საჰაერო დარტყმებით და ამაზე სულ ცოტა ხანში სტატისტიკით მოგიყვებით, თუმცა მანამდე მინდა ერთი ასე ვთქვათ დეტალზე გავამახვილო ყურადღება, როგორც აღნიშნე, გახშირდა და ინტენსივობა მოიმატა რუსული თავდასხმების და მათ შორის დასავლეთ უკრაინაზე და მე მინდა ყურადღება გავამახვილებინოთ შემდეგ ფაქტზე, როდესაც პირველად მოხდა რუსული პილოტური
აეროპორტების შეფრენა პოლონეთში, მაშინ რუსების პოზიცია ასეთი იყო, ეს ჩვენ არ ვიყავით და თუ ვიყავით, ეს არ იყო განზრახ, არამედ უკრაინელების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა გადაისროლა ეს დრონები პოლონეთში. სულ ახლახანს, როდესაც ძალიან მასირებული თავდასხმა იყო მათ შორის ლვივზე და ივანო-ფრანკოვზე, არც ერთი დრონი პოლონეთში არ შეფრენილად და რა არ მუშაობდნენ უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები თუ რატომ მოხდა ასე რომ არც ერთი ეს ასე ვთქვათ დრონი იქით არ გაფრინდა ასე რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ტყუილს რომ თითქოს ეს რუსები არ ყოფილიყვნენ აი ამ დრონებზე კიდევ ერთი ასე ვთქვათ უფრო პოლიტიკური ანეკდოტის ჟანრის ამბავი მინდა მოგიყვეთ თუ რატომ არ ჩამოაგდეს გერმანელებმა დრონები რომელმაც შეაფერხა მიუნხენის აეროპორტი 2 ღამის განმავლობაში და რაღაცა მილიარდობით ზარალზე არის საუბარი ეკონომიკაში. ძალიან ასე ვთქვათ, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაური ვერსიები ჟღერდება. თითქოს ვერ გაერკვნენ ვის უნდა ჩამოეგდო ეს დრონი. იყო ეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საქმე თუ ფედერალური მიწების პოლიციის საქმე. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების წარმომადგენლობა ამბობდა რომ კი იყო ეს აეროპორტის თავზე და კი არის აეროპორტის თავზე ჩვენი კომპეტენცია მათი ჩამოგდება, მაგრამ იქ ხომ საიდანღაც მოხდა, გადაუფრინეს ფედერალურ მიწებს, შესაბამისად პოლიციას უნდა ჩამოეგდო. აქ ჩნდება კითხვა, რითი უნდა ჩამოეგდო პოლიციას, რაღაცა პისტოლეტი ესროლა თუ ხელკეთით გაკიდებოდა. მოკლედ ეს რა თქმა უნდა არ არის ოფიციალური ვერსია, ეს არის სხვადასხვა ასე ვთქვათ წყაროებიდან გამოჟონილი ინფორმაციები, თუმცა ეს ამბავი მოგიყევით იმ აბსურდულობის კარგად აღსაქმელად, რომელშიც ახლა ევროპა იმყოფება რუსული საფრთხის მიმართ და აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს საფრთხე ძალიან რეალურია და სულ ტყუილა გონია ვინმეს, რომ აი ეს ჰიბრიდული ომი, რომელშიც ახლა რუსეთი იმყოფება ევროპასთან, არარეალურია. ჩვენ აქ უნდა გვახსოვდეს ისტორიის გაკვეთილები, როდესაც მიზეზის და საბაბის პოვნა ყოველთვის შეიძლება, თუ კი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ომი გადაწყვეტილი აქვს და ეს რუსეთს არაერთხელ დაუმტკიცებია მათ შორის საქართველოს მაგალითზე, დაუმტკიცებია თვითონ უკრაინის მაგალითზე, რა თქმა უნდა და ასე ვთქვათ, რუსეთს რომ მოვეშვათ, ამერიკასაც დაუმტკიცებია, როდესაც ერაყში განახორციელა ინტერვენცია, იქ პრაქტიკულად მას მოკავშირეები არ ყავდა პირველ ეტაპზე და არ იყო თანახმა საერთაშორისო საზოგადოება ერაყში შეჭრის, თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკა იმ მიზეზით და საბაბით, რომ იქ ჰუსეინის რეჟიმი ბირთვულ იარაღს აწარმოებდა, ამიტომ მოახდინა ინტერვენცია. ასე რომ თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მაშინ ომის დაწყებისთვის მიზეზის პოვნა ძალიან მარტივი საქმეა და ტექნიკის საქმეა, შესაბამისად ევროპა ფრთხილად უნდა იყოს და ამ სიფრთხილეზე რა თქმა უნდა გვერდს ვერ აული ჩეხეთის არჩევნებს, სადაც მსუბუქად რომ ვთქვათ, ევროსკეპტიკოსმა, მილიარდერმა ბაბიშმა გაიმარჯვა მისმა პარტიამ და მან გააკეთა განცხადება, რომ ჩეხური ინიციატივა ვეღარ გაგრძელდება. სანამ ჩეხური ინიციატივაზე გადავალ, მოკლედ შევეხოთ არჩევნების შედეგებს, კი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა არ აქვს საკმარისი ხმები იმისთვის, რომ ერთპიროვნულად დააკომპლექტოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი გახდეს, ამიტომ ის ახლა ეძებს მოკავშირეებს, რომ კოალიცია შექმნას. შესაბამისად, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, შეძლებს თუ არა ბაბიშის პარტია მარტო ან თუნდაც კოალიციურად ხელისუფლების ჩამოყალიბებას და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ზოგადად კოალიციური მთავრობის და დემოკრატიის პლუსი სწორედ ეს არის, რომ ერთპიროვნულად ვერ მიიღება იქ გადაწყვეტილებები და რომ დაუშვათ, რომ ბაბიშმა მოახერხა გაპრემიერება, მას ექნება ძალთა ბალანსის დაპირისპირება, ასე ვთქვათ, და ამ შემთხვევაში ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრე პავლე არ უნდა დაგვაუწყდეს მისი მკაფიო, ასე ვთქვათ, პროუკრაინული განწყობებით და პროევროპული განწყობებით, შესაბამისად დაველოდოთ მოვლენებს როგორ განვითარდება, თუმცა მანამდე მოდი ვისაუბროთ ჩეხურ ინიციატივაზე, რომელიც შეჩერებითაც, ასე ვთქვათ, ბაბიში იმუქრება. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა,
შესაძლებელია რომ ეს შეფერხდეს, თუმცა რომ შეწყდეს ეს შეუძლებელია სწორედ ამ ძალთა ბალანსის გამო და გარდა ამისა მოდი ვისაუბროთ რა არის ეს ჩეხური ინიციატივა. ეს ეხება უკავშირდება სწორედ პეტერ პაველს, რომელიც მიზნად ისახავს საარტილერიო ჭურვების მობილიზებას და უკრაინისთვის გადაცემას, შესყიდვას და უკრაინისთვის გადაცემას და ძირითადად საუბარი არის საბჭოთა წარმოების არტილერიისთვის საჭირო ჭურვებზე. ეს თავის დროზე იყო ძალიან ასე ვთქვათ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რადგან იმ დროს, როდესაც ეს ინიციატივა დაიწყო, ფრონტზე შეფარდება იყო 1-10-თან. ანუ 1 გასროლილ უკრაინულ ჭურვზე მოდიოდა 10 გასროლილი რუსული ჭურვი და ამ ინიციატივის შემდეგ ეს ბალანსი საგრძნობლად შეიცვალა, ახლა ბალანსი 1-2-ზე არის. სწორედ აი ამ ინიციატივის დახმარებით და სხვაობას ალბათ ხედავთ. თუმცა აქ უნდა ასე ვთქვათ კიდევ რამდენიმე ფაქტორი შემოვიდეს. თვითონ უკრაინის შეიარაღების გადაიარაღება, ასე ვთქვათ და დასავლური კომპონენტის ზრდა, საბჭოთა კომპონენტის შემცირების ფონზე და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები, დრონები, მათ შორის FPV დრონები, რომელიც პრაქტიკულად ახლა შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ არტილერიის, აი ამ ტიპის არტილერიის როლსაც ასრულებენ. შესაბამისად, თუ კი აი ეს ინიციატივა თავის დროზე სტრატეგიული და გადაწყვეტილი მნიშვნელობის იყო, ახლა მას იმხელა მნიშვნელობა აღარ აქვს. რა თქმა უნდა, ჭურვები ომში არასდროს არის ზედმეტი და საჭირო არის, ამას არავინ არ უარყოფს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აქ შემოდის უკვე სწორედ აი ეს უპილოტო საფრენი აპარატები, FPV დრონები, რამაც მეტწილად ეს საარტილერიო ჭურვები ჩაანაცვლა და ვნახოთ მოკლედ აქ როგორ განვითარდება მოვლენები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის გამორიცხული ბაბიშმა გარკვეულწილად შეაფერხოს უკრაინის მართლის დახმარება, თუმცა სრულად შეწყვეტა ამ ეტაპიდან და ამ განმოსახედიდან შეუძლებლად ჩანს, ხოლო მისი ჩანაცვლების გზები რაც არის, ამაზეც გესაუბრეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ, თუ კი უყურებთ ვიდეოს დაალაიქეთ, იაქტიურეთ კომენტარებში და გადავიდეთ ახლა უკვე რუსულ თავდასხმებზე. როგორც თავშივე აღვნიშნე, საჰაერო შეტევების ინტენსიფიკაციას ახდენს რუსეთი, საკმაოდ გაიზარდა ეს ყველაფერი, მალე სტატისტიკაზე და გრაფიკულ გამოსახულებებზე გაჩვენეთ ამას, თუმცა მანამდე მცირე შესავალი. წინა ეპიზოდში მე გაჩვენეთ სექტემბრის შეჯამება, როგორ იყენებდნენ დარტყმებს, ავიადარტყმებს, ასე ვთქვათ, რუსები და იქ ჩვენ ნახეთ, რომ 5-დან 10 დღემდე, 1 კვირიდან 10 დღემდე აი ამ პერიოდს ანდომებდნენ, რომ შეგროვებულიყო, ასე ვთქვათ, საკმარისი დრონები იქნებოდა თუ ბალისტიკური რაკეტებით ოქროსანი, იმისთვის რომ შემდეგ მასირებული თავდასხმა განხორციელებულიყო, ანუ მთელი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, პერიოდულად სულ იყო ეს საჰაერო თავდასხმები, თუმცა მასირებული თავდასხმებისთვის 5-დან 10 დღემდე სხვადასხვა პერიოდში იყენებდნენ აი ამ პერიოდს შესაგროვებლად და ახლა ჩვენ გადავინაცვლოთ გრაფიკულ გამოსახულებებზე, სადაც გაჩვენებთ, როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი ოქტომბერში. პირველი მონაცემი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, ეს არის პირველი 5 ოქტომბრის განმავლობაში უკრაინაზე გაშვებული უპილოტოების სტატისტიკა. შავი ფერით მოცემული არის გაშვებულების რაოდენობა, ხოლო წითლით ჩამოგდებულების. როგორც ხედავთ, 1 ოქტომბერს 59 გაუშვეს და 54 ჩამოაგდეს, 2 ოქტომბერს 86 გაუშვეს და 53 ჩამოაგდეს, 3 ოქტომბერს 381 გაუშვეს და 303 ჩამოაგდეს, 4 ოქტომბერს 109 გაუშვეს და 73 ჩამოაგდეს, ხოლო 5 ოქტომბერს 496 გაუშვეს და 429 ჩამოაგდეს. ანუ ეს ჩვენ გვაჩვენებს, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკულად შეიცვალა მოცემულობა, რაზეც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდი და უფრო მოკლე დროში, უფრო ბევრ ინტენსიურ თავდასხმებს ახორციელებენ. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ პარალელურად ხდება, ასე ვთქვათ, ბალისტიკური და ფთოსანი რაკეტების გაშვებაც და ამ შემთხვევაში უკვე მინდა 3 თვის შედარება მოგიყვანოთ, ანუ აგვისტოდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ აგვისტო, სექტემბერი, ხო და ოქტომბერის 5 დღე, აი შესაბამის გრაფებს თქვენ ხედავთ, ანუ ბალისტიკური რაკეტების აქაც იგივე პრინციპია, შავი გაშვებული, წითელი ჩამოგდებული. აგვისტოში გაუშვეს 63 ბალისტიკური, საიდანაც 23 ჩამოაგდეს, სექტემბერში 23 ბალისტიკური,
3 ჩამოვაგდეს და ოქტომბრის მხოლოდ 5 დღეში 17 ბალისტიკური, საიდანაც მხოლოდ 1-ის ჩამოგდება შეძლეს. რაც შეეხება ფოტოსან რაკეტებს, აგვისტოში 159 გაუშვეს და 107 ჩამოვაგდეს, სექტემბერში 167 გაუშვეს და 116 ჩამოვაგდეს, ხოლო მხოლოდ 5 დღეში ოქტომბრის 95 გაუშვეს, საიდანაც 56-ის ჩამოგდება გახდა შესაძლებელი, რაც შეეხება უკვე უპილოტოებს, აგვისტოში 4274 გაუშვეს, 3483 ჩამოვაგდეს, 5640 სექტემბერში არის გაშვებული და 4912 ჩამოგდებული, ხოლო ოქტომბრის მხოლოდ 5 დღეში 1121 გაუშვეს და 912 ჩამოვაგდეს. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ინტენსივობა იზრდება. ასევე მინდა დავაკვირდეთ კიდევ ერთ მონაცემს და ეს არის, მოსვათ, რომ საშუალოდ გამოვიყვანოთ დღეში რამდენს იყენებენ, ხო? აგვისტოში გამოდის, რომ გამოიყენეს დღეში საშუალოდ 127 უპილოტო, 5 ფრთოსანი და 3 ბალისტიკური. სექტემბერში გამოდის, რომ გამოიყენეს საშუალოდ 188 დღეში უპილოტო, 5 ფრთოსანი და 0.7, ანუ არასრული 1 ბალისტიკური, ხოლო ოქტომბერში 254 უპილოტო, 19 ფრთოსანი და 2 ბალისტიკური და აქაც ვხედავთ, როგორი არის ინტენსიფიკაცია აი ამ გაშვებული საფრენი აპარატების. და ახლა მინდა ვისაუბრო კიდევ ერთ მონაცემზე და ეს არის უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტურობა პროცენტში და აქაც ასე ვთქვათ დავაჯამოთ მონაცემები აგვისტო-სექტემბერი 5 ოქტომბრის მოცემულობით. ბალისტიკური რაკეტების შემთხვევაში ჯამში ამ პერიოდში 103 იქნა გაშვებული, საიდანაც 27 ჩამოვაგდეს, რაც ნიშნავს, რომ ბალისტიკურებთან მიმართებაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტურობა 26%-ია. ფრთოსანთან მიმართებაში 421 279-ზე შეფარდება, რაც ნიშნავს, რომ ეფექტურობა 66%-ია. უპილოტოებთან მიმართებაში 11035 9307-ზე შეფარდება, რაც ნიშნავს, რომ 85%-იანი ეფექტურობა აქვს ამ შემთხვევაში უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, ხოლო ჯამურად რომ ავიღოთ ყველაფერი ერთად აგვისტო-სექტემბერი და 5 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში უკრაინის მმართველობით გაშვებული იქნა 11559 საფრენი აპარატი, მათგან 9613 ჩამოგდებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯამური ეფექტი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების არის 83%, რაც საკმაოდ მაღალია. მოკლედ რომ შევაჯამოთ, გამოდის, რომ ან თვითონ რუსებმა მკვეთრად გაზარდეს სამხედრო წარმოება, ან წინა პერიოდში, ასე ვთქვათ, იზოგავდნენ იმისთვის, რომ ახლა, როდესაც ზამთარი დაიწყო, უფრო გაზარდონ დარტყმების რაოდენობა, რადგან ზამთარი მოდის, ამ დარტყმების დიდი ნაწილი ენერგოსისტემაზე მიდის, უკრაინის ენერგოსისტემაზე. და შესაბამისად, აი ახლა თქვენ რუკაზე ხედავთ, რომ პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგოობიექტებზე ხდება თავდასხმა. ამის საპასუხოდ რუსეთმა კიდევ ერთი ბლეკაუტი მიიღო, ანუ ბენის გათიშვა და ისევ ბელგოროდში, ანუ უკრაინელებმა კიდევ ერთხელ შეძლეს ისეთი მასირებული თავდასხმა, რომ ქალაქი გათიშულიყო გარკვეული ხანით ელექტროენერგიისგან, შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ ზამთარში ჩვენ უნდა ველოდოთ აი ასეთი ტიპის დარტყმების გაცვლას, როდესაც მხარეები ეცდებიან მოსახლეობა და ზოგადად ინფრასტრუქტურა ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ. ჩვენ გვახსოვს ასევე ზელენსკის ასე ვთქვათ ერთგვარი გაფრთხილება, რომ თუ კი რუსეთი ამ პოლიტიკას მიმართავს, მაშინ უკრაინას აქვს საშუალება, რომ მოსკოვი დატოვოს ელექტროენერგიის გარეშე. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მანამდე კი უკრაინა აგრძელებს ინტენსიურ თავდასხმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდი 2000 კილომეტრს პლუსზე მიფრინდა უკრაინული სანქცია, ასე ვთქვათ. ანუ
შორს მფრენი დრონი და იქ განახორციელა დარტყმა შესაბამის ობიექტზე, ასევე გაჩნდა აი ეს ფოტო, რომელსაც ახლა ხედავთ და როგორც ამბობენ, ეს არის ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი და ის დააზიანეს უკრაინელებმა ან ოფიციალური ვერსია უკრაინული მხარის არის ის, რომ არ უმიზნებდნენ ატომურ სადგურს და რუსულმა ჰაერწინააღმდეგო სისტემებმა დაუკარგეს ფრენა და ამიტომ მოხდა მას და ჩვენ არ ვიცით ეს სიმართლეა თუ მართლა უმიზნებდნენ ატომურ ელექტროსადგურს, თუმცა ფაქტი არის, რომ შესაძლოა რუსეთშიც მოხდეს ატომური კატასტროფა, ისე რომ უკრაინას ატომური ბომბი არ ქონდეს. ვნახოთ ამ მიმართულებითაც როგორ განვითარდება მოვლენები და რა პასუხი იქნება. ეხლა ჩვენ ნელ-ნელა უკვე უნდა გადავიდეთ ფრონტზე და იქ არსებულ სიტუაციაზე და პირველ ეტაპზე მინდა შემოგთავაზოთ ფრანგი მკვლევარის კლიმენტ მალენის ასე ვთქვათ ინფორმაცია. ის აწარმოებს დაკვირვებას სატელიტური ფოტოების მეშვეობით, მას ცდომა აქვს სატელიტურ ფოტოებზე და აკვირდება რუსულ ავიადარტყმებს უკრაინის მიმართულებაზე. შემდეგ აი ეს წერტილები გადააქვს გრაფიკულად რუკაზე და ვიღებთ ინფორმაციას რა მიმართულებებზე უტევს რუსეთი და ამასთანავე სად არ დგანან თვითონ რუსები. ან ლოგიკა იმაშია, რომ სადაც ავიადარტყმები მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ იქ არ არის თავშეყრა რუსული ძალების. ხო, თავის თავს ხوار დაბომბავენ შესაბამისად, აი ამ ინფოგრაფიკით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რა მიმართულებებზე არის ასე ვთქვათ რუსების შეტევები და სად არ დგანან რუსები. პირველ რიგში აგიხსნით რა მონაკვეთზე ვსაუბრობ, Deep State-ის რუკაზე აგიხსნით, ეს არის პოკროვსკი, დობროპილიე და მიმდინარე ტერიტორია, დააკვირდით დობროპილიე, პოკროვსკი, კონსტანტინოვკა. ეს წითელი წერტილები აღნიშნავს რუსული ავიაბომბების მოხვედრის ადგილებს. აი აქ არის პოკროვსკი, ეს დობროპილიეს გარღვევა. ეს არის გარღვევამდე შედგენილი მონაცემები, ანუ როცა ჩრდილოეთიდან ცდილობდნენ რუსები პოკროვსკიში შესულიყვნენ. ცოტა ხანში ავიადარტყმების ტრაექტორია აი ამ ფორმით შეიცვალა. შემდეგ შედგა დობროპილიეს გარღვევა და ავიადარტყმებად შესაბამისად შეიცვალა ტრაექტორია. აი ხედავთ წერტილებისგან თავისუფალ მონაკვეთებს და ეს სწორედ დობროპილიას მიმართულება, როცა რუსები უკვე იქ იდგნენ და იქ იყვნენ. და დაიწყეს ამ შემთხვევაში კონსტანტინოვკის დამუშავება, რაც ამავე ლოგიკის მიხედვით ადასტურებს, რომ ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსები შესულები არ არიან, როგორც პუტინი ამაყობდა, მის საპირისპიროდ, ასე ვთქვათ. ახლა ხედავთ, როგორ შეიცვალა ეს დარტყმები სოფიისკის მიმართულებით. ამაზე გასულ ეპიზოდშიც გიყვებოდით, რომ რუსები ამტკიცებენ, რომ ავიღეთო ეს ქალაქი, თუმცა თუ აიღეს, გამოდის, რომ თავის თავს ბომბავენ, რაც ნაკლებად რეალური მგონია. ამ მიმართულებას კი ბომბავენ, რადგან აქ გადის უკრაინული არმიის მომარაგების გზები, რომლითაც ხდება სწორედ დობროპილიეს გარღვევის ნარჩენებისგან რუსების წმენდის ოპერაცია და იქ, ასე ვთქვათ, უკრაინული მომარაგების გადაჭრას ცდილობენ, სოფიისკის აღებაც ამისთვის ჭირდებათ და აი პარალელურად პოკროვსკიც ისევ იბომბება, რაც ასევე ადასტურებს, რომ პოკროვსკიშიც არ არიან რუსები, არ აქვთ აღება. რუკაზე უფრო აღსაქმელი რომ იყოს, აი ესაა დობროპილიეს გარღვევა და ის თეთრი წერტილები აი ამ რაიონის დაბომბვაზე მიუთითებს. არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ დობროპილიეს მიმართულებაზე გაჭედილი რუსების დასახმარებლად კი არ ხდება ეს ყველაფერი, არამედ დრუჟკოვკისკენ უკაცრავად გარღვევისთვის, რათა შემდეგ კონსტანტინოვკას შემოუარონ ჩრდილო აღმოსავლეთიდან. გადავიდეთ კუპიანსკში, სადაც იდეაში არსებდათ არაფერი არ შეცვლილა და მინდა რომ დააკვირდეთ აი ამ ადგილს, რომელიც ახლა შემოვხაზე, სადაც თარიღები იცვლება და თვითონ კუპიანსკს აქ ჩანს, რომ აი 25 ივლისის მონაცემებით უკვე ქალაქის მისადგომებთან არიან. 26 სექტემბრისთვის აი ეს ნელ-ნელა იცვლება მდგომარეობა და 26 სექტემბრისთვის ქალაქის 2/3 აღებულია.
ანუ 25 ივლისი, 26 სექტემბერი, 2 თვე მოანდომეს ქალაქის 2/3 აღებას და მას შემდეგ უკვე 7 ოქტომბერია, ანუ ბოლო 10 დღის განმავლობაში არაფერი შეცვლა. და მე შეგახსენებთ, რომ კუპიანსკი არის რუსთავის ნახევარი ქალაქის სიდიდით. ანუ რომ წარმოვიდგინოთ, რუსთავის ნახევარი ქალაქის, აი ამ სიდიდის აღებას ამდენი ხანია ცდილობენ, როგორც ნახეთ, ივლისის ბოლოსკენ მიადგნენ და ახლა უკვე ოქტომბერია და ჯერ ქალაქი სულად აღებული არ არის და მეტიც ბოლო 10 დღეა პრაქტიკულად იქ არაფერი არ იცვლება. ამასთან ახლა კიდევ ერთი ფაქტის შესახებ და ეს ეხება ომის დანაშაულებს, რომლის განხორციელებასაც რუსეთი აგრძელებს და აგრძელებს მეთოდურად. ეს არის ქალაქი დასახლება შოსტკა, რომელიც არის ჩერნიხოვის და სუმის ოლქების საზღვარზე, როგორც ვთქვათ, 60 კილომეტრია სახელმწიფო საზღვრამდე და აქ მოხდა შაჰედებით თავდასხმა რკინიგზის სადგურზე და გთავაზობთ თავად რუსული დრონიდან გადაღებულ ამ თავდასხმის სკრინებს, ასე ვთქვათ. ჩვენ ვხედავთ, რომ სადგურზე დგას ორი შემადგენლობა. ერთი არის ეგრეთ წოდებული ოლქის შიდა მატარებელი, ანუ რომელიც მოკლე დისტანციებზე გადაადგილდება. მეორე შედარებით დიდი შემადგენლობა, რომელიც ოლქთა შორის საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის გამოიყენება, ვინც უკრაინაში ცხოვრობს ან ნამყოფია და უმგზავრია მატარებლით, მათ იციან, რომ აი ეს ლურჯი შემადგენლობა არის ის, რაც რაღაცა დიდ მანძილებს ფარავს, ხოლო ასეთი პატარა მატარებლები ოლქის შიდა გადაადგილებებს აწარმოებენ. ჩვენ გარშემო ვერ ვხედავთ ვერანაირ სამხედრო დანიშნულების ობიექტს, არ ჩანს ასე ვთქვათ ავტომობილები სამხედრო შემადგენლობით ან სატვირთოები სამხედრო შემადგენლობით. შესაბამისად გაუგებარია, რატომ უნდა გინდოდეს სადგურზე თავდასხმა. არის ვერსია შეიძლება გაჩნდეს, რომ იმიტომ რომ ამითი რაღაცა დასავლეთიდან იარაღი შემოდის ამ რკინიგზით, ხო, რაც ტყუილია, ასე არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დასავლური იარაღი ლვივის, ივანო-ფრანკოვის და დასავლეთ მმართველებიდან შემოდის, ხოლო ეს არის ჩრდილოეთი ოლქი, როგორც გითხარით, ჩერნიხივის და სუმის ოლქების გასაყარზეა, ანუ ბელარუსი და რუსეთი ესაზღვრება იქ უკრაინას და არ მგონია, რომ ეხა იქიდან შემოდიოდეს რამე იარაღი, ხო? ასევე შეიძლება გაჩნდეს, ასე ვთქვათ, ვინმეს თავში იდეა, რომ მატარებელში შიგნით ისხდნენ, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მატარებელში შიგნით ისხდნენ სამხედროები და იმიტომ განახორციელეს ეს თავდასხმა, ხო, რაც ასევე გამოირიცხება რამდენიმე გარემოების გამო და ამაზე ცოტა ხან შეატო. პირველ რიგში უბრალოდ გითხრათ, რომ იმშელოთ და ვისაც ნახი აქ, ასე არ გადაადგილდება უკრაინის შეიარაღებული ძალები, შიგნით ასე ვთქვათ, ჯგუფურად სამგზავრო მატარებლებში არ შეყავთ ისინი, კი სამხედროები მატარებლებში შეგვხვდება, თუმცა შეგვხვდება ის სამხედროები, რომლებიც ვთქვათ შვებულებაში არიან და ფრონტიდან ბრუნდებიან სახლებში ან სახლებიდან თავშეყრის ადგილებში და ეს არ ხდება მასობრივად, ასე ვთქვათ, ხო? და ისეც რომ არ იყოს, აი თავდასხმების მომენტი ვნახოთ. პირველი შაჰედი მოხდა აი ამ შიდა საქალაქო, შიდა საოლქო პატარა მატარებლის ელმავალს, ხოლო მეორე შაჰედი დაეცა პირდაპირ ბაქანზე. შედეგად უნდა ითქვას, რომ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 9-ზე მეტი დაშავდა. ყველა მათგანი სამოქალაქო პირია, არც ერთი სამხედრო არ ყოფილა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ რომ რაღაცა ვერსიებზე, ფაქტი სახეზია მოცემული, რომ სამოქალაქო სამგზავრო მატარებელს დაესხა რუსეთის შეხედებით თავს, სამოქალაქო პირები გარდაიცვალა და თან გარშემო არანაირი, ასე ვთქვათ, სამხედრო დანიშნულების ობიექტი არ ყოფილა. აქვე შეგახსენებთ, რომ თუკი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ, თუკი უყურებთ ვიდეოს დაალაიქეთ, იაქტიურით კომენტარებში. მოკლედ, აი ასეთი იყო, თქვათ, ფრონტზე არსებული ვითარების და აი ამ ავიადარტყმების გაცვლის შესახებ ინფორმაცია და აქვე კიდევ ერთი ცნობა. ბოლო 24 საათის ინფორმაციით ფრონტზე 200-მდე შეტაკება მოხდა და
ასე ვთქვათ, ამ რიცხვს რო ისმენ, რაც 200 შეტაკება 24 საათში, წარმოუდგენლად ბევრი გვეჩვენება, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ ასე ვთქვათ, ვითარება აღქმებში შეიცვალა. თუ კი ადრე შეტაკებას ეძახდნენ მინიმუმ მოცეულობის დონეზე დაპირისპირებას, რომელსაც საარტილერიო ან საავიაციო დახმარება ჰქონდა, ახლა შეტაკებები აღირიცხება, საკმარისია 2-დან 4-მდე ჯარისკაცი თითო მხარის და მათ შორის დაპირისპირებას უკვე ასე ვთქვათ ეძახიან დაპირისპირებას, შესაბამისად აი ეს რაოდენობების გაზრდა ამაზე მიუთითებს, სწორედ ამის გამო ხდება, ასე რომ ვთქვათ, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აი ეს არის მოცემულობა, რაც ვთქვით, გარდა ამისა, უნდა ველოდოთ, რომ გაიზრდება, ასე ვთქვათ, ავიადარტყმების გაცვლა, ხოლო ფრონტზე ბრძოლების ინტენსივობა შეწყდება და შეწყდება რამდენიმე გარემოების გამო. ერთი რომ უკვე გაუარეს დაამინდი უკრაინაში, რაც ნიშნავს, რომ მალე აღარ იქნება მწვანე საფარი, რაც ბუნებრივ თავშესაფარს აქრობს, ასევე დაეცემა ტემპერატურა და თქვენ მოგეხსენებათ, რომ დრონები ელექტრომართვაზე არის და ელემენტები უფრო მალე ჯდება სიცივეში. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, როდესაც იქ მუშაობდი ზამთრის პერიოდში, კამერის ელემენტი, როდესაც ჩართულ მდგომარეობაში იყო, სადღაც 2-3 საათში ისე ჯდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო, როდესაც ჩვეულებრივ ეს ელემენტები რაღაცა 7-8 საათი ძლებს იმ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაში 2 საათში ჯდებოდა, შესაბამისად აი ეს ადგილზე FPV დრონების ინტენსივობა შეიძლება, ასე ვთქვათ, ვივარაუდოთ, რომ შემცირდება, შესაბამისად აი ეს გარემოებები გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ უშუალოდ ფრონტის ხაზზე ინტენსივობა საბრძოლო მოქმედებების შემცირდება და ამის საპირმწონედ, ასე ვთქვათ, გაიზრდება ავიადარტყმები, რომელიც უკვე სტატისტიკაზე გაჩვენოთ, რომ საკმაოდ ინტენსიურად, ასე ვთქვათ, იზრდება და ვნახოთ ეს ტენდენცია ოქტომბერში გაგრძელდება თუ არა. თუ კიდევ გააგრძელებენ, ასე ვთქვათ, რაღაცა დაზოგვას იმისთვის, რომ რაც უფრო აცივდება, მერე უფრო გაზარდონ დარტყმები. და ამ ფონზე საინტერესო არის რამდენიმე ეპიზოდის წინ შემოგთავაზეთ და კიდევ ერთხელ მინდა ამ თემას დავუბრუნდე. ასე ვთქვათ, რუსების განწყობების ცვლილებას. აქ საუბარია როგოზინზე, კარაგანოვზე, ლუკიანოვზე, სხვადასხვა ზედბლოგერებზე, რომლებიც ნაწილი ამბობს, რომ ომი წაგებულია, ნაწილი ამბობს, რომ ომის მოგება შეუძლებელია, ნაწილი ამბობს, რომ სიტუაცია ჩიხურია და ასე შემდეგ. რატო ამბობენ ახლა ესენი ამ ყველაფერს? ჩვენ არ უნდა, ასე ვთქვათ, ვივარაუდოთ ის, რომ რაღაცა ომი ხვალდაზე დასრულდება რუსეთის დამარცხებით. არა, რა თქმა უნდა, რუსეთს შეწევს ძალა საკმაოდ დიდხანს გააგრძელოს ომი ჯერ კიდევ. თუმცა აი ამ, ასე ვთქვათ, რუსების აი ეს და უნდა აღნიშნოს, რომ ესენი არიან, ასე ვთქვათ, იმპერიალისტი რუსები და არ არიან, თქვათ, რაღაცა ლიბერალური რუსები, რომლებიც რუსეთთან გაქცეულები არიან და იქიდან ლაპარაკობენ. არა, ესენი არიან ეს ტიპური იმპერიალისტი რუსები, რომლებიც რუსეთის იმპერიაზე აბოდებენ. შესაბამისად, მათი ეს განწყობები გამოწვეულია იმ რეალობიდან, რომელსაც ისინი ფრონტზე ხედავენ. კი, რუსეთი, რა თქმა უნდა, ძალიან ნელი ნაბიჯით, თუმცა მაინც წინ მიიწევს გარკვეულ სექტორებს და ეს ამას გაჩვენებთ კიდევაც მე მათ შორის რუკებზეც, თუმცა ეს არ არის ის, რამაც შეიძლება რუსებს აფიქრებინოთ, რომ ომის გარდატეხვა მოხდება. ყველაზე რეალისტური შეფასება ჩემი აზრით არის ის, რომ ომი რეალურად ჩიხშია, ვერც ერთი მხარე გარდატეხულ პირატესობას ვერ აღწევს იმისთვის, რომ რაიმე შეიცვალოს და ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, გარდატეხა სჭირდება რაიმე ახალი ტიპის ტექნოლოგიური გარღვევა, ახალი ტიპის შეიარაღება უკრაინისთვის და ამას უკვე ყოფილი უკრაინის გენშტაბის ყოფილი უფროსი
ამბობს შესაბამისად ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ რუსეთი ვერ იმარჯვებს და ვერ იმარჯვებს უკვე დიდი ხანია, ვერ იმარჯვებს მას შემდეგ, რაც დასახულ მიზნებს, დასახული ამოცანებით ვერ მიაღწია. მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი. რუსეთის მიზანი იყო სპეციალური სამხედრო ოპერაციით მოეხდინა უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნატოს არ გაფართოება. ანუ ეს რუსეთის გადმოსახედიდან პუტინის გეგმით უნდა ყოფილიყო ხანმოკლე სამხედრო ოპერაცია, რომლის შემდეგაც მოხდებოდა დენაციფიკაცია, ანუ ზელენსკი და მისი გუნდი ჩამოშორდებოდა უკრაინის მართვას და იქ იქნებოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც რუსების მიმართ არის ლოიალურად განწყობილი, მოხდებოდა უკრაინის არმიის დემილიტარიზაცია, ანუ არ ეყოლებოდა ბრძოლისუნარიანი არმია და ნატო არ გაფართოვდებოდა. ნატოზე ბოლოს ვილაპარაკოთ, დავიწყოთ უკრაინის არმიით, დემილიტარიზაცია კი არა, ახლა რომ ყავს უკრაინას შეიარაღებული ძალები, თუნდაც სიძლიერით ან თუნდაც შეიარაღებით, ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა ალბათ საუკეთესო ოცნებებშიც კი უკრაინის არმია, რომ ასეთი შეიარაღება ექნებოდა. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ამოცანა უკვე ვერ მიაღწია რუსეთმა, რადგან უკრაინის დემილიტარიზაციის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ მძლავრი უკრაინული არმია, რომელსაც ძალა შეწევს, რომ გაუწიოს რუსეთის არმიას წინააღმდეგობა. 4 წელი სრულდება მალე, რაც აქტიურ თავდაცვაში არიან, ქონდა პერიოდები, როდესაც კონჩეტევაზე წავიდნენ უკრაინელები და ვერც ერთ ოპერატიულ მიზანს, არათუ სტრატეგიულს, ოპერატიული მიზნები რაც ქონდა ბოლო 1 წელში რუსეთს მას ვერ მიაღწია. საუბარი არის ხერსონის, ზაპოროჟიის, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქების სრულ კონტროლს. აი ამ ოპერატიულ მიზნებსაც კი ვერ მიაღწია, არათუ სტრატეგიულ მიზნებს, როგორც არის, თქვათ, იგივე დენაციფიკაცია. და აქ უნდა ვთქვათ, რომ კი, რაც დრო გადის, ზელენსკის რეიტინგი შეიძლება მცირდება უკრაინაში და ეს ბუნებრივია ომში მყოფ სახელმწიფოში, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ საკმაოდ დაბალი იყო ზელენსკის რეიტინგი ომის დაწყებამდე. და ომის დაწყების შემდეგ ზელენსკის რეიტინგი გაიზარდა უკრაინის მოსახლეობაში, შემდეგ მცირდება, რაც დრო გადის, თუმცა იმ ზღვარზე ჯერ კიდევ არ ჩამოსულა, რაზეც იყო ომის დაწყებამდე. შესაბამისად, რაიმე საუბარი რომ დენაციფიკაცია მოხდა, ესეც გამოირიცხა. ახლა დავუბრუნდეთ ნატოს გაფართოებას და ამყვა აღებულ ნატოს ბაზების შემოუწყოს რუსეთს გარშემო და მაგიტომ შეიჭრა უკრაინაში ბიძი აი ამ მითს. ნატო უკვე გაფართოვდა და გაფართოვდა ფინეთის და შვედეთის ხაზს. არც ერთი მათგანი არც ოცნებობდა კი არ უნდათ ნატოში გაწევრება. რადგან მათ ჰქონდათ თავიანთი ეროვნული პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ისინი არ თვლიდნენ საჭიროდ ნატოში გაწევრებას. იმის გამო, რომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში და იმის გამო, რომ ფინეთის და შვედეთის აკმაყოფილებდნენ ნატოს სტანდარტებს, პოლიტიკური ნება მარტივად იქნა მიღებული და გაწევრდნენ ნატოში. შედეგად რუსეთმა მიიღო მეტი ნატოს საკუთარ საზღვართან, ვიდრე უკრაინის პოტენციური გაწევრების შემთხვევაში მოხდებოდა. უკრაინის პოტენციური გაწევრება რომ წარმოვიდგინოთ, რას გულისხმობს, საქართველოს კი გაცილებით წინ იყო ნატოსთან კომუნიკაციაში, ნატოსთან გაწევრების გზაზე, ვიდრე უკრაინა. საქართველოს რადგან უკრაინის არმია იყო ძალიან დიდი რეფორმა ჭირდებოდა, იქ იყო კორუფცია, არ ჰქონდა შესაბამისი წვნები გავლილი, არ იყვნენ თავსებადები ნატოსთან და ეს ყველაფერი საქართველოს კი ჰქონდა, თუმცა საქართველოს არ ჰქონდა პოლიტიკური ნება. ასევე არ ჰქონდა პოლიტიკური ნება უკრაინასაც. შესაბამისად, უკრაინის პოტენციური ნატოს წევრობა იმდენად შორი პერსპექტივა იყო, რომ აბსოლუტური აბსურდი არის ამის მომიზეზება. და ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან მარტივად, რადგან ტექნოლოგიურად და ტაქტიკურად თავსებადები იყვნენ, ასევე პოლიტიკურად, ნატოს და ფინეთის და შვედეთის პოლიტიკური ნების შემთხვევაში ძალიან მარტივად მოხდა მათი გაწევრება. შედეგად, როგორც გითხარით, ორჯერ დიდი პირდაპირ შეხების წერტილი მიიღო ფინეთთან რუსეთმა, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში იქნებოდა. ამასთან მინდა მოგიყვანოთ ასეთი მონაცემი. პეტერბურგამდე ფინეთიდან 130 კილომეტრია, მოსკოვამდე 780 კილომეტრი. აი ფინეთის საზღვრიდან ამ წერტილებამდე. ხოლო უკრაინის საზღვრიდან მოსკოვამდე 500 კილომეტრი,
პეტერბურგამდე 930 კილომეტრი. ამ ორ ქალაქზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს ორი ძირითადი ქალაქია, ხო, რაზეც დგას რუსეთი კიდევ რამდენიმე მსხვილ ქალაქთან ერთად, ვიცით რომ დანარჩენ რუსეთში პრაქტიკულად კანალიზაციაც კი არ არის. შესაბამისად, იმის თქმა, რომ აი ნატო უახლოვდებოდა რუსეთს და ამიტომ იყო იძულებული, რომ შეჭრილიყო უკრაინაში, ეს კიდევ ერთხელ ამსხვრევს ამ მითს. რადგან უფრო ახლოს მივიდა ნატო რუსეთთან და თან ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც საერთოდ არ უნდოდა ნატოში გაწევრება. და ის, რომ უკრაინაც, საქართველოც, აზერბაიჯანი, სომხეთიც და ყველა სხვა, მოლდოვა, მათ შორის შესაძლოა ბალტიის ქვეყნები, შესაძლოა პოლონეთიც, რაღაცაფერი ვთქვათ, ცენტრალურ აზიაზე, ამ ყველაფერზე კონტროლი რუსეთს ჭირდება, იმიტომ რომ პუტინს აქვს აკლიატება აღადგინოს რუსეთის იმპერია. რაც არ გამოსდის და არც გამოუვა, მით უფრო არ გამოუვა, თუ კი არ იქნება მის კონტროლს ქვეშ საქართველო, უკრაინა, რადგან ეს ორი წერტილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არის მისთვის, ერთი კავკასიის საკონტროლებლად და სამხრეთ საფრთხეებისთვის, ხოლო უკრაინა გასაგებია, საერთოდაც თვლიან, რომ უკრაინა როგორც კეთილი არ არსებობს და გაუგებარი იქნება ამ შემთხვევაში უკრაინის გარეშე რუსული იმპერია. შესაბამისად, ბატონებო, ამ მიზანს, იმპერიის აღდგენის მიზანს, ფაქტია, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ვერ აღწევს. დღეისთვის ასეთი ეპიზოდი გამოვიდა. მადლობა ყველას, ვინც ამ დრომდე მიყურებს. მადლობა ყველა გამომწერს. ჩვენ 4 თვეში 3500-ზე მეტი ვართ უკვე, რაც მხოლოდ და მხოლოდ მიხარია. ასე გააგრძელეთ. თქვენ კი ვინც ახლა უყურებთ პირველად ამ ვიდეოს, გთხოვთ და თან არხი არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. დროებით ნახვამდის.